სახელითა მამისათა, დადისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. დღეს არის ვნების შვიდეულის შაბათი, სხვაგვარად დიდი შაბათი ეწოდება ამას. ეს არის ერთადერთი შაბათი, რომელიც არის მძიმე მარხვა. სხვა შაბათი და კვირა არ შეიძლება რომ მძიმე მარხვა იყოს და თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე არის მძიმე მარხვა, რომ მაცხოვარი საფლავად არის დადებული და როგორც საეკლესიო მოძღვრება გვეუბნება, მაცხოვარი სულით, ადამიანური სულით არის ჩასული ჯოჯოხეთში, რათა იქიდან მართალთა სულები აღმოიყვანოს. და ადამიანურად რომ შევხედოთ, აი უბრალოდ წუხელ სანამ ტაძარს დავკეტავდით 12 მოციქულის ხატს შევხედე და ვფიქრობდი, როგორი მწუხარე საღამო იქნებოდა მათთვის. აი უბრალოდ რო წარმოიდგინოთ, მათი საყვარელი მოძღვარი ჯვარზე გააკრეს და თვითონ როგორც მაცხოვარი ეუბნებოდა, რომ არისო ნაწინასწარმეტყველებიო, თქვენ ყველანი გაიფანტებით. მათ ჯვართან ვინ იდგა? მხოლოდ იოანე ღვთისმეტყველი. დანარჩენები არ იყვნენ იქ. და რა მძიმე იქნებოდა მით უმეტეს პეტრე მოციქულისთვის, რომელმაც სამჯერ თქვა, რომ არ ვიცნობო მაგ კაცსო და ფაქტიურად ისე ხო შეიძლება მე დავუშვათ აი ადამიანთან გქონდეს შესაძლებელი რომ შენდობა ითხოვ ხო, მაგრამ ამის შესაძლებლობაც არ აქვს პეტრე მოციქულს იმ მომენტში და მაცხოვარი ჯვარზე გაეკრა. და ეს ამ 12 მოციქულის მწუხარება რამხელა იქნებოდა, როგორ იქნებოდა მწუხარება თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის. ახსოვთ, როდესაც მირქმის დღეს მაცხოვარი რომ მიიყვანეს ტაძარში 40 დღისა, რა უთხრა მართალმა სვიმეონმა? თვით შენ სულშიც გაივლის მახვილიო. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს უთხრა. ზუსტად აი ამ მწუხარებაზე უთხრა, რომ შენ სულში მახვილი გაივლისო, რომ იხილავდა ჯვარცმულს და საფლავად დადებულ თავის შვილს. მაგრამ მეორე მხრივ რო შევხედოთ, აი ამხელა ტკივილის, ამხელა მწუხარების შემდეგ ამხელა სიხარული ექნებოდათ, რომ გაიგეს, რომ მკვდრეთით აღდგა. თურმე ცოცხალია ჩვენი მოძღვარი, აი წარმოიდგინეთ უბრალოდ, აი მე ის მაკვირებს, როგორ გაუძლო ამ ადამიანების გულმა ამხელა სიხარულს. ამხელა სიხარულს როგორ გაუძლო. იმიტომაც იყო, რომ მე ამ სიხარულს ვეღარ იტევდნენ და ერთმანეთს ასე ეგებებოდნენ, ესალმებოდნენ, რომ ქრისტე აღდგა. მთელი 40 დღის განმავლობაში, მე 40 დღეს თქვენ იცით, რომ მაცხოვარი ზეცად ამაღლდა. აი დღევანდელ სახარებაში სწორედ აღდგომის შესახებ არის მოთხრობილი, როდესაც ესე იგი თენდებოდა ერთ შაბათად სახელდებულია კვირა დღე. ერთ შაბათი თენდებოდა, მივიდა მარიამ მაგდალინელი საფლავთან და ესე იგი ეს მენელსაწყებლე დედები რისთვის მიდიან საფლავთან? მათი საქმიანობა რა არის, რომ ესე იგი ამ მენელსაწყებლით შეძილონ, ხო დაკრძალვის წესიც ასეთი იყო მათი. და სახარება ამბობს, რომ მარიამ მაგდალინელმა ნახა პირველად მკვდრეთით აღდგარი უფალი. თუმცა გარდამოცემა ამბობს, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ნახა პირველ რიგში. წუხელ კითხულობდით, ესე იგი ანდრია კრიტელის კანონიდან ამოვიკითხეთ, ღვთისმშობლის დატირება რო არის. იქ არის ნათქვამი, რომ უფალი ეუბნება თავის ყოვლადწმიდა დედას, რომ ნუ ტირი ხარო, აღდგებიო და პირველი შენ გეჩვენებიო. და რო დაფიქრდე ადამიანი ლოგიკურადაც, პირველი ვის ენახვებოდი თუ არა დედას, არა? ამიტომ არის ასეთი სწავლება, არის ასეთი გარდამოცემა, რომ პირველი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ნახა მკვდრეთით აღდგარი მაცხოვარი. და როდესაც ნახეს მენელსაწყებლე დედებმა, უთხრეს, რომ წადითო გალილეაშიო, მოწაფეებსაც უთხარითო და იქ
მიხილავებ მე. და ეს ჯარისკაცები, რომლებიც ესე იგი იმ შიშისგან რაც მათ ნახეს, მკვდრებით ძის ეყარნენო. როდესაც შემდეგ მოდიან ფარისევლები და მღვდელმთავრები და იგებენ, რომ ასეთი რამ მოხდა, წუხელად საუბრობდით, მაგრამ რადგან წუხელეთად არ ვიყავით გორში, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ. ამათ გადაწყვიტეს, რომ დიდ ძალი ვერცხლი მისცეს ამ ჯარისკაცებს და უთხრეს, რომ ესე იგი თქვენ ასე გაავრცელეთ ხმებიო, რომ ჩვენ რო გვეძინა, მაშინ მოვიდნენ მოციქულები და მოიპარეს მისი სხეული. და მართლაც და ჩვენ მთავარს, ანუ პილატეს დავარწმუნებთო, ანუ მას ჩვენ მოველაპარაკებითო და თქვენ მოგეშინიათო, უზრუნველ იქნებით. მართლაც ამ ჯარისკაცებმა აიღეს ეს რომაელებმა ჯარისკაცებმა აიღეს ეს ვერცხლი და ასე გააგრძელეს და როდესაც ამას მათე მახარებელი წერს, ამბობს, რომ დღეინდელ დღემდეო ასე არის ცნობილი. ანუ მათ გაავრცელეს ხალხში, ებრაელებში გაავრცელეს ეს ამბავი, რომ თითქოს მოწაფეებმა მოიპარეს და დღევანდელ დღემდე იმის მერე გავიდა დაახლოებით ალბათ 30 წელი. დღევანდელ დღემდე ასეაო ხალხში ცნობილიო, რომ იესო ქრისტე კი არ აღდგა მკვდრეთით, არამედ თავისმა მოწაფეებმა მოიპარესო და არა და ისინი განგებ მალავენ ამ ამბავს, რომ ქრისტე აღდგა ესე იგი. და შემდეგ მართლაც მაცხოვარი მიდის გალილეაში და თავის მოწაფეებს ხდება. და უქადაგებს და ეტყვის, რომ წადით და მონათლეთ ადამიანები ყველა წმინდა სამების სახელით და ასწავლეთ მათ ყველაფერი მის დაცვა, რაც მე თქვენ გასწავლეთ. ეს არის დღევანდელი დღის მნიშვნელობა და აი ხვალინდელი და დღევანდელი დღის მნიშვნელობა რა არის? ახლა ნახეთ. ვიდრე ქრისტეს ჯვარცმამდე ყველა ადამიანი როგორი წმინდა და უბიწოც არ უნდა ყოფილიყო, რადგან კარი სასუფევლისა დახშული იყო ადამისა და ევას შეწოდების შემდგომ, ყველა ადამიანი ჯოჯოხეთში მიდიოდა. აი უკლებლივ ყველა ადამიანი, როგორი დიდიც არ უნდა თქვა, მაგალითად, მის შეიძლება უცბად თავში მოგივიდეს ადამიანს, მაგალითად, მოსე წინასწარმეტყველი, ხო, რამხელა დიდი ადამიანი იყო. მამამთავარი აბრაამი, ნოე როგორი წმინდა იყო, ესე იგი. და ასე შემდეგ, უამრავი, ესე იგი, შეიძლება ჩამოვთვალოთ, მაგრამ ვერც ერთი სასუფეველში ვერ შევიდა. იმის გამო, რომ კარი სასუფევლისა დახშული იყო ადამიანთა შეწოდების გამო. და აი სწორედ მათთან ჩავიდა მაცხოვარი და იქაც უქადაგა, იქ მყოფ სულებს და იქიდან მართალნი აღმოიყვანა. მართალი ფართო გაგებით ვინ არის? ყველა, ვინც ქრისტეს მოელოდა თავის ცხოვრების დროს, სანამ ის ხორციელად ცოცხალი იყო, ყველა, ვინც მოელოდა, ყველა, ვინც ამ რწმენით ცხოვრობდა. და იყვნენ ძველ აღთქმაშიც, ესე იგი, ქრისტეს შობამდეც კი ადამიანები იყვნენ, ვისაც მკვდრეთით აღდგომისა სჯეროდა, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომი. და მე იმ დღესაც გავიხსენე, 7 მაკაბელი ძმა. აი მე არ ვიცი, მართლა მე ახლა არ მინდა ზოგადად მოვყვე და მათ სიტყვებს დავაკლო რაღაც. ეს თქვენ უნდა წაიკითხოთ მათი პასუხები ჯალათების წინაშე როდგანან, რას პასუხობენ, რომ როგორი რწმენა აქვთ მკვდრეთით აღდგომისა. ან მაგალითად, აი დღეს იყო წაკითხული აბრაამმა, რომ ესე იგი თავისი შვილი ისააკი შეწირა. უნდა შეეწირა, ფაქტიურად შეწირა მან. მაგრამ როგორ იყო ღმერთმა უთხრა, რომ წამოდიოდა შემომწირო 100 წლის კაცს შეეძინა შვილი. მანამდე შვილი არ ყავდა, ანუ მას და სარას შვილი არ ყავდათ. წამოდიოდა შემომწიროდა ისააკი ამ დროს არის აი დაახლოებით შეიძლება 14-15 წლის და დაახლოებით ამბობ, თარიღი არ ფიქსირდება, მაგრამ დაახლოებით ამას ამბობენ. ისააკი მიყავს მორიას მთაზე. სახურებიც მიყავს, შეშამი აქვს, რომ იქ უნდა შეწიროს, უნდა დაკლას და უნდა შეიწიროს, წარმოიდგინეთ და აბრაამი ამაზე თანახმა. რადგან ღმერთმა უთხრა. მიდიან და რაღაცა რო გამოჩნდა უკვე მორიას მთა მსახურებს ეუბნებო, თქვენ მაგ დარჩითო და შეშაც შვილს აკიდა და წავიდნენ და ისააკი ეკითხება, აი შეშა გვაქვსო, დანა გვაქვს ყველაფერი და საკლავი სად არისო, რაც უნდა შევწიროთ.
აბრაამი ეუბნება ღმერთი გამოაჩენს თავისთვის შესაძლებს და აქ წმინდა მამები ამბობენ რომ ისააკმა უკვე იცის რომ ეს მასზეა ლაპარაკი წარმოიდგინეთ და იქ წმინდა მამები ამბობენ რომ აბრაამის რწმენას ან აბრაამი რა რწმენით მიდის რომ მას შეუძლია რომ ყდრეთით აღუდგინოს შვილი მაცხოვარი ამბობს სახარებაში რომ ესე იგი აბრაამმა თუ გახსოვთ ალბათ აბრაამმა მიხილაო და გაიხარავ და ეუბნებიან შენ 50 წლის არ ახარო და მამა ჩვენი მამა აბრაამი გიხილავსო 50 წლისაც არ ახარო და როდის ის გარდაიცვალაო და შენ როგორ აბრაამი გინახავსო და სწორედ იქ ნახა მორიას მთაზე ნახა აბრაამმა ქრისტე და მას ჰქონდა რწმენა იმისა რომ აღუდგენდა შვილს მაგრამ ნახეთ აბრაამის რწმენას წმინდა მამები ამბობენ გაუტოლდა ისააკის მორჩილებაო ისააკის მორჩილება ან ისააკმა იცის რომ უნდა შეეწიროს მაგრამ მამის ნათქვამს ერთი წამით არ გადავა და ის კი არა არსებობს ასეთი ძველახთმაში არსებობდა ასეთი დაფიცება რომ ისააკის შის გეფიცები ეხა რა შისია აქ საუბარი ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ფაქტიზი თემა ნახეთ რაზეა ლაპარაკი ისააკი არა მხოლოდ ეურჩება მამას არამედ ნახეთ ისააკს ეშინია რომ მამამ შიში არ შეატყოს თვალებში გესმით რაზეა ლაპარაკი აი როდესაც მამა დაუპირებს დაკვლას რომ შიში არ შეეტყოს თვალებში და ამ თვალებში ურჩობის ნატამალი არ იყოს აი ამისი ეშინოდა ისააკს წარმოიდგინეთ რა ეს არის არ ვიცი რა ხელა სიმაღლეა და მართლაც აბრაამმა რო აღმართა დანა ანგელოზმა გაუჩერა ხელი და უთხრა რომ ახლა ვიციო რომ შემომწიროთ და ღმერთმა განამანამდე არ იცოდა აბა კაცი იკითხავს მაშინ რაღაცო გააკეთა გამოსცადა ღმერთმა კი არ გამოსცადა ამისი პირდაპირი გაგებით იმიტომ რომ ღმერთმა რომელმაც ყოველივე იცის და აწმყო წარსული და მომავალი ხელის გულზეა მის წინაშე და მასთან დრო არ არსებობს ისიც იცის უკვე აბრაამმა რა მოიმოქმედა აბა მაშინ რისთვის გააკეთა ეს გააკეთა იმისთვის რომ აბრაამს ეწოდება მორწმუნეთა მამა აბრაამის რწმენის კვალობაზე დადის თითოეული მორწმუნე და ჩვენც თითოეული და მის თავმავლებს რომელზედაც შეპირდა ესე იგი ღმერთი რომ ცის ვარსკვლავებით და ზღვის ქვიშასავით გაამრავლებდა უნდა სწოდნოდათ რომ ღვთისადმი მორჩილების ცხოვრებას რამხელა სულიერ სიმაღლემდე მიყავს ადამიანი აი როგორიც იყო აბრაამი აი ეს უნდა სწოდნოდათ ეს მაგალითი უნდა ჰქონოდათ აი ესეთი ადამიანები ვინც იმრწმენი ცხოვრობდა ძველახთმაში რომ ღმერთი მათ აღუსრულებდა იმ დანაპირებს რომელიც თავდაპირველად ადამსა და ევას უთხრა რომ ხსნელს მოულენდა და ეს ხსნელი გამოიხსნიდა ადამიანებს ჯოჯოხეთის ტყვეობიდან აი ვინც აი ამ რწმენით ცხოვრობდა ზუსტად მათ ამოსაყვანად ჩავიდა ქრისტე ჯოჯოხეთში და აღდგომის ხაზს თუ დააკვირდებით ხელი უკიდია მართალთა სულები ამოყავს ჯოჯოხეთიდან აღდგომა დღის მნიშვნელობა ეგ არის რომ იქ არც ერთი მართალი აღარ არის იქიდან ყველა ამოყვანილია და მარადიულ სიხარულს ეზიარნენ ქრისტეს ჯარცმის წყალობით ეს არის დღევანდელი დღე ეს არის და ამიტომაც არის დღევანდელი დღე ერთადერთი შაბათი როდესაც არის ხოლმე მძიმე მარხვა და ხალხი არის უკვე მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულიდან ღმერთმა ინებოს რომ ესე იგი ამ წუთის ოფერში როგორც წმინდა თეოდორე სტუდიელი ამბობს ეს აღდგომა მოდის და ისევ მიდის მერე ხელახლა მოდის ყოველწლიურად მაგრამ დადგება ის ყდრეთით აღდგომის დღე როდესაც თითოეული ჩვენთაგანი აღდგება ან მარადიული სიხარულისათვის და ან მარადიული მწუხარებისათვის და იქ ის იქნება ერთადერთი და განუმეორებელი იმის შემდგომ აღარაფერი არ შეიცვლება როდესაც იქნება ყდრეთით აღდგომა და საყოველთაო განკითხვის დღე და აი იქ გვერდზე იმას ყველას ერთად ყდრეთით აღდგომა და მარადიული სიხარული ესე იგი
ერთმად ალოცილი და გახარებულები გამოვხდით. ვინც ესე იგი ახლა ეზიარეთ, შეგიძლიათ რომ მოემზადოთ და საღამოთიც თუ შეძლებთ და ვინც აპირებს იქ ჩამოსვლას, მოემზადოთ ზიარებისათვის და 11 საათზე დაიწყება სააღდგომო ღვთისმსახურება.